მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია ნოდარ კაპანაძე, სტატისტიკოსი. ძალიან საინტერესო პიროვნება, რომელსაც მე მგონი ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, რომელსაც ეს ასოცირების ხელშეკრულება აქვს განხილული, გაანალიზებული. ხო, შენ მე ბევრი არ შემხვედრია. მეტიც რამოდენიმე ხნის წინ ვიყავით, სახელგვარს არ დავასახელებ. ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობის პირთან და ეს შეკითხვა დაუსვით. არის თუ არა დათვლილი, რას ვიგებთ ამ ასოცირებიდან და რას ვაგებთ, თუ კი ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდით. არის დათვლილი თუ არ იყო დათვლილი. აღმოჩნდა არაა დათვლილი სახელმწიფო დონეზე. თქვენ ეს რაღაცნაირად ამის ანალიზი მოახდინეთ. პირველ რიგში, მოდი დავიწყოთ იმით, მე ესე წარმოდგენა მაქვს, ეხლა თქვენ ანალიზას ნაწილობრივ გავეცანით, თავიდან ბოლომდე ვერ მოახერხე. მაინც ესეთი წარმოდგენა მაქვს. ეს არის ძალიან პროტექციონისტული ბაზარი, ევროკავშირის ბაზარი, რომელიც როდესაც ფართოვდება, შენ თუ არ ახარ ისეთი განვითარების ტექნოლოგიურად, ეკონომიკური სიმძლავრე თუ არა გაქვს, შენი წარმოება ვერ დაიცავს საკუთარ თავს, ვერ დაიცავს. და მით უმეტეს, როდესაც შენ ისე უყურებდი ევროპას, როგორც უყურებდი რელიგიურად, ხო? და ისეთ ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი, რომ არც კი გივაჭრია ამაზე, რომ შენი რაღაცა პროდუქცია რაღაცა ცოტა პრივილეგიები ქონოდა, ხო? პატარაზე რაღაცები დაშვებები ყოფილიყო. ხო? აბსოლუტურად წაგებული რჩებოდი ამ ხელშეკრულებით. მოკლედ, მე რო არ გავაგრძელო და დაგითმოთ. იქნება ამ საკითხზე ცოტა ესეთი გავშალოთ და ვილაპარაკოთ რას აგებს საქართველოს და რას იგებს. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ეგრეთ წოდებული DCFTA, ეს არის ერთადერთი ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობის ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი და არის რაღაც პირობები დათქმული იქ. დანარჩენი ყველაფერი, რა განაცხადა ჟოზეფ ბორელმა, რა განაცხადა შარლ მიშელმა, რა განაცხადა კაია კალასმა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის მხოლოდ სიტყვები, არაფერი მეტი. მაგალითად, ჟოზეფ ბორელის რაღაც განაცხადა, ეხლა იმის ადგილზე მოვიდა კაია კალასი და ამას სხვა რაღაც განაცხადა, ხო? უცვლელი რჩება ეს დოკუმენტი. თავარი არის ის ხელმოწერილი დოკუმენტი არის DCFTA. ეხლა რაც შეეხება DCFTA, რა პირობებია იქ და რა სასარგებლოა ჩვენთვის თუ საზიანო, რა არის პლუსები და რა არის მინუსები. იმ ზნეობრივ ასპექტებს, რაც შეეხება ზნეობრივ ასპექტებს, რაც შეეხება, ამაზე ჩემს გარდას ბევრი ლაპარაკობს, მოდი მე ამაზე საუბრი თავს არ შეგაწყებთ. და მე გეტყვით სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებს, რაც აი ამ ხელშეკრულების მიხედვით გვაქვს. პირველ რიგში, ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ფაქტიურად იბარებს ქვეყნის ეკონომიკურ სუვერენიტეტს. თვითონ განსაზღვრავს. კი, თვითონ განსაზღვრავს და საქართველოსთვის ეს არის ძალიან წამგებიანი ხელშეკრულება. აბა რატომ? და რატომ? აი მაგალითად, წარმოების აი პროტექციონიზმის კუთხით არის ესეთი რაღაც, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს უფლება რაიმე უპირატესობა მიანიჭოს ადგილობრივ ფირმებს, ადგილობრივ მეწარმეებს საქართველოში ოპერირებისთვის და ეს უნდა იყოს თანაბარი უნდა იყოს პირობები. ანუ პროტექციონიზმი აკრძალულია ფაქტიურად. წარმოების რაღაც საშეღავა თუ დაბევრვა რაღაც ეგეთი რამე არ შეიძლება. თუ ეს ხელშეკრულება პირდაპირ შესრულდება რა. ეხლა ამიხსენეთ რა შესაძლებლობა აქვს და რა შანსი აქვს ემბრიონალურ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მეწარმეობას, რომ ჩვენ აი მხიარული შეძახილები დავანგრიეთ ის რაც იყო საბჭოთა კავშირში ყველაფერი. დამამუშავებელი მრეწველობა პრაქტიკულად გავანულეთ. შემდგომ ედუარდ შევარდნაძემ ჩაატარა საოცარი სპეცოპერაცია პრივატიზაცია. სოფლის მეურნეობის შანსების თითქმის განულებისთვის რა. საოცარი სპეცოპერაცია იყო, როდესაც ეს მიწები საკოლმეურნეობების დაშალეს, ეს მიწები დაარიგეს საკუთრებაში და დღეს
საქართველოს სოფლად ცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას 90%-ზე მეტს აქვს 0.8 ჰექტარი მიწა, რომელიც ფრაგმენტირებულია 2.15 მიასედ ნაკვეთად საშუალოდ და ეხლა ამიხსენით რა შანსი აქვს აი ამ გლეხს თავისი ტაბელური თოხით იმ ხალხთან, იმ ფირმებთან, რომლებიც რამდენიმე 100 წლეულები არის მუშაობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით და აქვს ძალიან შეღავათიანი პირობები. საქართველოში რაღაც მოსავლების სუბსიდირება ხდება, მაგრამ სუბსიდირებაზე ძალიან მკაცრი პირობებია ჩაწერილი აი ამ დისერტეში. ის რომ მაგალითად ყურძნის მოსავლის სუბსიდირება ხდება, ხო ამაზე ხომ ჩვენი თავისუფალი ბაზრის ადეპტები ძალიან აღშფოთებულები არიან, მაგრამ მე ვთვლი რომ ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი რაღაც, რაც უნდა გეთდებოდეს რა. იგივე ყურძნის მოსავლის სუბსიდირება, თუნდაც იმიტომ რომ ეს საქართველოსთვის მხოლოდ სოფლის მეურნეობა არ არის, ცოტა უფრო მეტია. კულტურა იდენტობა. გავაგრძელოთ კიდევ ესეთი რამე, მოკლედ რაც შეეხება იგივე მეწარმეებს ფირმებს რა ევროპულ ფირმებს რომლებიც აქ შეიძლება შემოვიდე ჰიპოთეტურად ვამბობ რა შანსი აქვს საქართველოში მოქმედ ბიზნესს აქ მოქმედი საპროცენტო განაკვეთით და უძვირესი კრედიტით ევროპულ ფირმასთან რომელსაც აქვს იაფ კრედიტზე მისცდომა და ანუ ესე ფაქტიურად განიარაღებული ხარ და უნდა იყო განიარაღებული. ჩვენ არ გვექნება ცდომა იმათ კრედიტებზე. არავითარ შემთხვევაში არ იქნება ცდომა. ესეთი რა საფინანსო ბაზრები ეს საკმაოდ ისეთი დახურული თემაა რა. გულით არავინ არ გაგია არ შეგიშვებს ასეულად. ეხლა გავაგრძელოთ ეგმით რომ რა აი ჩვენთან ხო ეს მანტრა არის ერთგვარი რა რომ აი ევროკავშირის ბაზარზე შევალთ. უკაცრავად, მაგრამ ევროკავშირის ბაზარზე შესვლა აქვს იმდენი პირობები, ისეთი ბაჟები და ისეთი ტარიფები, რომ იქ შენ უბრალოდ ვერ შეხვალ, ეს ერთი. ბაჟების და მოსაკრებელის გარეშე არის რაღაც კვოტები, რაღაც პროდუქციის, მაგრამ იმდენ სასაცილო ცოტა რაოდენობა, მაგალითად შეგიძლია ბაჟების გარეშე საქართველოს შეიტანოს 320 ტონა ნიორი. 4000 ტონა ქათმის ხორცი. ღერთი ოჯახისთვის ეს მეორეა, მაგრამ ქვეყნის და სამრეწველო მასშტაბისთვის არაფერი არ არის ფაქტობრივად. ნუ ამას თავი დავარებთ კიდე. ეხლა ექსპორტი და ეს საბაჟო ტარიფები და მოსაკრებლები და ეს მთელი ეს ამბები მოკლედ ისე არის ჩაწერილი რომ საქართველოს უბრალოდ შანსი არ აქვს. რაიმე ნიშა მოიპოვოს და ამას აჩვენებს კიდეც იმპორტ-ექსპორტის მონაცემები. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა ამას აჩვენებს, რომ მე უარყოფითი სალდო გვაქვს დიდი ხანია. უარყოფითი სალდო გვაქვს დიდი ხანია, ეს ცალკე ამბავია და საგადამხდელო ბალანსის სისტემა, ამას ცალკე ვილაპარაკოთ კიდევ. მაგრამ აი ევროკავშირთან კვოტა რაზედაც გვაქვს უფასოდ შეტანის. და აი ეს პროდუქტები, ამ პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკა ავიღე. ოღონდ ნახე, ოღონდ არა ფულად განზომილებაში, ფულად განზომილება მათყუ არაა ცოტა. ფიზიკურ განზომილებაში, ფინანსის სამინისტროს ვებგვერდზე არის ეს ყოველთვიურად ქვეყნდება, რომელ ქვეყანაში რამდენი გავიდა, რა რაოდენობის და რა ღირებულების და რა რაოდენობის და რა ღირებულების რაღაც შემოვიდა რა. იმპორტ-ექსპორტი არის HS კლასიფიკატორის 11 ნიშნა კოდების დონეზე არის დეზაგრეგირებული. ანუ ყველაფერი თითქმის აი დეტალურად პროდუქციის დასახელებაზე შეიძლება რამდენი შემოვიდა, რამდენი პროდუქცია შემოვიდა, რამდენი პროდუქცია გავიდა. კი ბატონო. და ნახე ექსპორტის მონაცემები. ის პროდუქტები, რომლებზეც ევროკავშირში ჩვენ კვოტა გვაქვს, ევროკავშირის წილად აი ამ პროდუქტების ჯამური ექსპორტის 1%, 2% მოდის მაქსიმუმ. 85% არის DST-ის ქვეყნები. ესაც შეეხება იმპორტ-ექსპორტს. ეხლა საგარეო ვაჭრობაზე არის მეოთხე თავი არის, რომელიც არეგულირებს ამ საგარეო ვაჭრობას. DST-ს ალბათ რუსეთი იგულისხმება ძირითადად. არა მხოლოდ, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა გასაგები მიზეზების გამო ბოლო პერიოდში უკრაინას არავისთვის აღარ ცხელა და ნუ ეს ზეთადან რუსეთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია რაზე საუბარი. მაგრამ ახლა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დათქმა. მეოთხე თავი არის, რომელიც არეგულირებს საგარეო ვაჭრობას,
ეკონომიკურ ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება DST-ს ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ჰონკონგთან, ევროკავშირის ქვეყნებთან. ეს არის ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ვისთანაც გვაქვს. ევროკავშირის ხელმძღვანელობას თუ შენ ევროკავშირის წევრი ხარ, შეუძლია პირდაპირ მოითხოვოს თავისუფალი ხელშეკრულების გაუქმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება. პირდაპირ შეუძლია მოითხოვოს, წერია პირდაპირ. ნუ შეუძლია მოითხოვოს, აი მაგალითად 2022 წელს, როდესაც დაიწყო უკრაინაში ეს მოვლენები 2022 წლის 24 თებერვლიდან, გახსოვთ ალბათ რა ამბები იყო ამ სანქციებზე მიერთებაზე. ხოლო მაშინ მე მახსოვს დავთვალე ეს ზუსტად რას მოგვიტანდა ეს რუსეთთან სანქციებზე მიერთება და აღმოჩნდა ესეთი რაღაც რომ პური აღარ გვექნებოდა. ხო, საუკეთესო შემთხვევაში გვექნებოდა 3%-იანი ეკონომიკური ვარდნა, ხოლო უარეს შემთხვევაში რაც უფრო მაღალ ალბათური იყო 14%-იანი ეკონომიკური ვარდნა და ჯამში ეს იყო საერთოდ 17 მილიარდი 2015 წლის ამერიკული დოლარის ზარალი. აი ესეთი რაღაც იყო. და მაშინ საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა ასე ვთქვათ სიმამაცე, სიჯიუტე და არ მიუერთდა ამ სანქციებს და განაცხადა პირდაპირ რომ მე ამ სანქციებს არ მიუერთდები. რამაც აქ ცნობილი მოვლენები გამოიწვია და მაშინ მთავრობა დაადანაშაულეს რომ ეს არის რუსეთულმე და ამ შემდეგ. მაგრამ რომ მიერთებოდნენ სანქციებს, ხო? უბრალო ამბავია, ეს ეკონომიკური ვარდნა 14%-იანი ეკონომიკური ვარდნა თითქმის ომის ექვივალენტური ვარდნაა რა. და ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ არის კიდევ ეგზისტენციალური პრობლემები. ეს ერთ წელსში. ხო. ეგზისტენციალური პრობლემები, როგორც არის, რომ შენ იმპორტ-ექსპორტის სტრუქტურას თუ შეხედავ, აღმოაჩენ, რომ შემოტანილი ხორბლის პროდუქტების 98% არის რუსეთიდან. შემოტანილი მცენარეული ზეთის 80% არის რუსეთიდან. შემოტანილი საწვავის 50% არის რუსეთიდან. ბუნებრივი გაზი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ აზერბაიჯანიდან, დიდი არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს რუსული გაზი არის, რომ ეს უბრალოდ აზერბაიჯანული ტრუბით მოდის. და კიდევ მოკლედ მთელი სასაქონლო პოზიციების მიხედვით ნახე რა რომ რუსეთი არის ჩვენთან იმპორტისას და ექსპორტის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია რა. ქართული ღვინის 60% გადის რუსეთის ბაზარზე, ანუ ამ ბაზარს კარგავ ფაქტიურად, ხო? თუ მიუერთდი სანქციებს და დაკეტე ყველაფერი. ამის პრეცედენტი ჩვენ გქონდა 2006 წელს, არ ვიცი რამდენად გახსოვს, 2006 წელს აქ შპიონების სკანდალი რო იყო ჩვეულებრივი, მერე იქიდან რუსეთთან დეპორტაცია იყო და მაშინ ემბარგო დაადეს ღვინოს ჩვენგან და დაადეს ემბარგო ხორბალს იქიდან. რა მოყვა ამას? მე უყურებდი იმპორტ-ექსპორტის სტრუქტურას. ეს ხორბალი ჩანაცვლდა ყაზახური ხორბალით, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ხორბალი რუსული იყო ყაზახური სახელით. მაგრამ, ნუ კარგი, ჩანაცვლდა, მაგრამ რეალობაში რა მოყვა ამას? 2007 წელს ხორბლის პროდუქტების ინფლაცია, ანუ ფასების და იყო 17%-იანი წინა წელთან შედარებით. და 2008 წელს ეს 17%-ით გაზრდილი კიდე 15%-ით გაიზარდა. და მერე უკვე შემცირებისკენ მაინც აღარ წამოსულა. ანუ ხორბლის, ზეთის, შაქრის, კარტოფილი, ლობიო და რამდენიმე პროდუქტი არის, რომელსაც ქვია სიღარიბის ინფლაცია. სიღარიბის მაგენერირებელი ინფლაცია. როდესაც ფასი იზრდება კარტოფილზე და ასე პირველადი მოხმარების საკვებზე, ეს ყველაზე მეტად ურტყავს ყველაზე უფრო ღარიბ ფენას რა. ნახე, შავხიზილალაზე ფასები 100,000 ჯერას თუ გაიზრდება, ხო, არ აქვს მნიშვნელობა ღარიბისთვის, ხო, შავი ხიზილალა იმის დიეტაში არ შედის, დიეტის კომპოზიციაში შავი ხიზილალა არ არის რა. მაგრამ პური, კარტოფილი, ზეთი და ესეთი რამეები არის პირველადი მოხმარების პროდუქტები რა. და ამიტომ ჩვენ ამ სიღარიბის მაგენერირებელ ინფლაციას ვერ ავწდებოდით. ხოლო ჩვენ რომ ეხლა ეგ ევროკავშირში უკვე ყოფილიყავით, მაშინ მათ შეეძლოთ იმპერატიულად მოეთხოვათ, რომ გაუქმეთ ეს ხელშეკრულება და შევერთით სანქციებს.
და შედეგი გვექნებოდა ეს. ეხლა ამას კიდევ თავი დავანებოთ. არის იქ შეიძლება თქვას, რომ სამაგიეროდ ევროკავშირი ვალდებული იქნებოდა თვითონ შემოიტანა. ხო, მაგრამ საიდან და რა ფასად? ხორბლის დივერსიფიკაცია საიდან უნდა მომხდარიყო? ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა. ერთი იქიდან რა ფასად და მეორე რა ხარისხის. ჩვენ გვახსოვს 90-იან წლებში ახლა თქვენ შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ მე მახსოვს 90-იანებში რაღაც საშინელი ხარისხის ხორბალერობა რა და საშინელი ხარისხის პური ამერიკიდან შემოსული. საფურაჟი ხორბალი. და ესეთი რაღაც შეიძლება მომხდარიყო, ხო? და მათ შეეძლოთ ეს იმპერატიულად მოეთხოვათ. თუ აი აქ უკვე ვიქნებოდით ვალდებულებები თუ ყველაფერი აღებული გვექნებოდა. გავაგზავნოთ ახლა კიდევ იმით, რომ რა ხდება საქართველოში და რა წერია DCFTA-ში. იქ არის თავი მეორე ფიტოსანიტარიული ნორმები, ესე თქვია. ეს არის სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის და მემცენარეობის უმკაცრესი რეგულაციის პრინციპები. აი მაგალითად რაღაც ტრასის პირას რომ მზის ტიპი და ყიდის ყველს ან ვაშლს ან რაღაც ეს უკვე კრიმინალია. აი ამ წესით ეს არ შეიძლება აკრძალულია. ეს არ შეიძლება ასეთი რამე. ეგ კი არა. ეხლა ავსტრალიაში მიიღეს გონი კანონი რომ საკუთარი წარმოების თუ ეს არ არის რაღაც რეგისტრირებული ლაბორატორიულად რაღაცა შენი 600 კვადრატული მეტრი რომ გაქვს ეგ რომ მალინის ბუჩქი გიდგას და იმ მალინის ბუჩქისგან მურაბა გააკეთო ესეც კი ეკრძალება. აი ავსტრალიაში მიიღეს გონი ეხლა კანონი ზუსტად თავს ვერ დავდებ, მაგრამ არ გამიკვირდება რომ ესეთი რამე მიიღო. რაღაც მსგავსი კანონები წერია აქ. ეხლა საქართველოში რა შვებით ამას, როდესაც მთლიანი დასაქმების 40% სოფელში საქართველოში არის სასოფლო თვითდასაქმება. საკუთარ მიწაზე რომ არის დასაქმებული ხალხი. ეხლა ეს მე არ ვამბობ საუკეთესო დასაქმება. ეს არის დასაქმების ბოლო სადგური რა. ამის მერე იწყება უკვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმის უმუშევრობა. მაგრამ ის ხალხი, აი ახლა სასოფლო თვითდასაქმება თავის მიწის ნაკვეთს მუშაობს და რაღაც მოსავალი მოყავს და რაღაც მეურნეობას ეწევა. აი ეს მინიმალურ დონეზე მაინც კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას ახერხებს. 90-იან წლებში რომ საქართველოში მასობრივი შიმშილობა და კახექსიის შემთხვევები არ ქონია, სწორედ იმან გააკეთა და სწორედ იმის დამსახურებაა ეს, რომ მოსახლეობას ბოლომდე არ ქონდა კავშირი გაწყვეტილი მიწასთან და სასოფლო თვითდასაქმების წილი მთლიან შემოსავლებში არაფულადი მოხმარება, ანუ საკუთარი წარმოების სურსათის მოხმარება პლუს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვით და მიღებული ფულადი შემოსავალი იყო მთლიანი შემოსავლების ნახევარზე მეტი სოფლებში. 90-იან წლებში ეს გადაგვარჩინა მოკლედ. ეს არ არის რაღაც სიზმარში ნანახი მონაცემები, ეს არის შინამეურნეობების შერჩევითი გამოკვლევის მონაცემები. მე ამ გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი გახლავართ და ნამდვილად ვიცი როგორ ვატარდებოდა ეს გამოკვლევა რა. და ეს საკმაოდ კომპლექსური ინსტრუმენტია, დღესაც შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკის ვებგვერდზე შევზანდეთ და შინამეურნეობების გამოკვლევის მონაცემთა ბაზები დევს, რაც სხვათა შორის ვერცერთ სტატისტიკის სამსახურის საიტზე ესეთ მას ვერ ნახავ, რომ პირველადი ბაზები იყოს პირდაპირ დადებული. ხო. მაგრამ მაშინ ამან გვიშველა. მაგრამ ეხლაც მართალია ეს სასოფლო თვითდასაქმება შემცირებადია, ეს სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან სტაბილურობას ცხოვრების დონის და ცხოვრების სტანდარტის ზრდა და შესაბამისად მოთხოვნის ზრდა მოდევს და სოფლის მეურნეობა იმ იპოსტასში, რა იპოსტასში ჩვენ მქონდა ეს წვრილი გლეხური მეურნეობა ამას უკვე ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ სასოფლო თვითდასაქმების წილი მცირდება, შესაბამისად მცირდება სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების წილი, მაგრამ 40% მაინც სასოფლო თვითდასაქმება არის სოფლებში. 80 იყო, მაგრამ ახლა 40-ია. მაგრამ მაინც ძალიან ბევრი, ერთ-ერთი მთავარი რამეა. მთლიანი შემოსავლების რაღაც 30% არის ახლა სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლები. არაფულადი მოხმარება პლუს საკუთარი წარმოების სურსათის გაყიდვა. ერთის და მეორეს, ნუ ახლა მოხმარებაზე შეიძლება ახლა ვთქვათ ესე ავსტრალიურად არ მივუდგეთ, მაგრამ გაყიდვა ნამდვილად არ შეიძლება.
ეხლა კიდევ შევხედოთ ესეთ რამეს. და არ არსებობს მაგალითად შემოვლითი გზები. როგორ მაშინ უნდა აიღოს ამ ტიპმა, რომელსაც აქვს თავისი რაღაცა 1 ჰექტარი მიწა, თავისი აი ეს მეურნეობა უნდა აიღოს და აიღოს ლაბორატორიაში, შეამოწმოს, აიღოს სერტიფიკატები, მთელი ეს ამბები, ყველაფერი. ოღონდ ეს ლაბორატორია აქ არ არის. ეს რაღაც პარიზშია, რაღაც ბერლინშია. შენთან ეს ლაბორატორიები არ არის და არც იქნება. DCFTA-ის თანახმად. არა გაქვს უფლება. არა, უფლება შენ გაქვს მერე თუ ამ ინფრასტრუქტურას ლიანად მოაწყობ, ეს არის უძვირესი საქმე. მთელი ეს სერტიფიცირების სისტემის ESO და ISO სისტემის. უკაცრავად. ევროკავშირი არ იღებს ვალდებულებას, რომ ეს ინფრასტრუქტურა მოგიწყოს? არანაირად. არა. არა, სადაც არის მოწყობილი, წადი იქ თუ გინდა მოაწყო შენთვის, მაგრამ საიდან ეს? ისევე როგორც რკინიგზაზე. ან თუნდაც ტექნოლოგიების გაძლევს, გადმოქცევს. ტექნოლოგიები ინვესტიცია შენ განახორციელა, სახელმწიფო განახორციელოს ინვესტიცია. ხო, მაგრამ სახელმწიფო განახორციელებს, ექნება მაგის საშუალება? ნუ იდეაში მოდი ასე ვთქვა. ეხლა მაგალითად ერთ რაღაცას წერდი ამასინათ და საირიგაციო სისტემა როგორ უნდა განეხილო, როგორც სოციალური პროექტი თუ როგორც ბიზნეს პროექტი. თუ ამას შენ განეხილავ როგორც ბიზნეს პროექტს, ანუ მე გავაყვანე საირიგაციო სისტემა, სარწყავით უზრუნველყოფ ფართობებს, ამაში გადამიხდიან მოსახლეობა, ვინც ფერმერები გადამიხდიან ფულს და ეს იქნება მომგებიანი ჩემთვის თვითონ უშუალოდ საირიგაციო სისტემა იქნება მომგებიანი. იმის ექსპლუატაციის და ოპერირების და ექსპლუატაციის ხარჯები იმდენია, რომ ამას კიდევ რამდენი უნდა დაამატოს ზევიდან, რომ მოგებაზე გახვიდე. დავთვალე ფონდუკუგების კოეფიციენტი, ანუ აი არ არის. 25 წლის მერე პლუსში ვერ გადიხარ. ან უნდა დაამატო იმდენი, რამდენსაც საქართველოს მოსახლეობა დღესდღეობით ვერ გადაიხდის. ანუ ამ შემთხვევაში უნდა თუ გინდა რომ ვილაპარაკო ირიგაციის მომგებიანობაზე, უნდა ილაპარაკო მის არაპირდაპირ ეფექტზე, ანუ სუბსიდირებას გაუკეთებ ამ ირიგაციის სისტემას რაღაც ნაწილს ოპერაციის და ოპერირების და ექსპლუატაციის ხარჯებისას გადაიხდიან ფერმერები და მათი გაზრდილი მოსავლიანობით მათ რაღაც უფრო მეტი მოსავალი და მეტი შემოსავალი ექნებათ და აი ეს არის შენი ხეირი, ასე ვთქვათ, რომ იმ ხალხს იქ ადგილზე რაღაც შემოსავალი გაუჩნდებათ უკეთესი. და არა ის, რომ შენ აი ამ ირიგაცია გავყვანე, ამ გადასახადს ავიღებ და ავშენდები, ვერ აშენდები. ანუ ამას კარგი დათვლა ჭირდება. საქართველოში დღეს მიწათმფლობელობის სტრუქტურა და მიწათმოქმედების სტრუქტურა არ არის ისეთი, რომ მასზე სამრეწველო მასშტაბის წარმოება აწყო. ხოლო DCFTA-ით პირდაპირ აკრძალული გაქვს ნებისმიერი პროტექციონიზმი. და ახლა რას ვეუბნები ჩვენ იმ ხალხს, თუ დავუშვათ სიტყვაზე ვამბობ ევროკავშირის DCFTA ყველაფერი შევასრულეთ, ევროკავშირში შევედით, ვართ ბედნიერები, რატომ ვართ არ ვიცი, მაგრამ ნუ კარგი, დავუშვათ შევედით და ვართ ბედნიერები. რას ვეუბნებით იმ ხალხს, ვისაც მთელი ეს შემოსავლები 30% მთლიანი შემოსავლები არალეგალური გახდა რა. რას ვეუბნებით? ვერც ვერ ეტყვით. რით ჩაანაცვლებ ამას? დავუშვათ დაანება თავის მიწაზე მუშაობას თავი ადამიანმა, აქვს იქვე რამე სხვა სამუშაო? არაფერი სამუშაო არ აქვს იქვე. ეს უკვე პირდაპირ ზრდის შიდა ურბანულ მიგრაციას, ურბანიზაციას და საგარეო მიგრაციულ განწყობებს, რომელიც ისედაც მაღალია და მე თუ მკითხავ საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე არის ეს შიდა ურბანული მიგრაცია და საგარეო მიგრაციული განწყობები. ძალიან დიდი საფრთხე არის. ვიღაცა გეტყვით რომ ეს აი ბენდუქიძე გეტყუდათ რომ ეგ ლოგიკურია. ხო, ახლა მე ბენდუქიძე ნაკლებად მაინტერესებს თავისი ლოგიკით და თავისი არსით საერთოდ და მე მან კამაჩიც არ შევალ. ის იმას ესე მიაჩნია, კი ima თავისი ლოგიკა აქვს, ხო? მაგრამ ნუ ახლა თუ მე იმას ვამბობ, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ამ სახელმწიფოში გვინდა ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობა, მაშინ
აი ამ პირობებზე დათანხმება მათთვის არის საზიანო. ანუ შენ წინასწარ არ აქვს ისეთი ბუფერები, ანუ დარტყმის შემანელებელი რაღაც ღონისძიებები არ აქვს გაკეთებული და ვერც გააკეთებ ესეთ პირობებში. ეხლა გავაგზავნოთ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამით. ნუ ის რომ ბებიას გამომცხარი ხაჭაპური და ესეთი რამეები არალეგალური ხდება გასაგებია. მაგრამ აი მაგალითად დღეს ეს უკვე დღესაც მოქმედებს. აი ეს ფიტოსანიტარიული ნორმების გამო აი ეს ვალდებულებები საკანონმდებლო დონეზე ასახული ვალდებულებები და შეგიძლია კითხოთ წვრილი ტურისტული კემპინგების და რაღაც ესეთი პატარა სასტუმროების და ჰოსტელების და ეგეთი რამების პატრონებს ვინც ამ ტურისტულ ბიზნესშია ჩართული წვრილი ტურისტულ ბიზნესში. მათ პრაქტიკულად არ აქვთ ადგილობრივი მოსახლეობისგან თუ ეს სერტიფიცირებული არ არის პროდუქციის შესყიდვის უფლება. ეს რომ მაგალითად ეხლა თუ არა უნდა არა. აბა არა, ეხლა მაგალითად ეხლა თუშური გუდის ყველი, რომელიც არის ძალიან სერიოზული ყველი, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ახლა სანამ ის პატივცემული მეცხვარე არ ჩავა პარიზში არ გააგზავნით ამას ინჯებს და თელამებს და არ აიღებს სერტიფიკატს, მანამდე შენ ამ ყველის ყიდვის და გაყიდვის უფლება არ აქვს. აბა კითხეთ მათ წვრილი ტურიზმში ვინცაა ჩართული ემათ. ხა შეიძლება ნაკლებად აინტერესებდეს რაღაც გიგანტ მარიოტებს და შერატონებს და რაღაცებს მათთვის ეს საინტერესო არ არის, მაგრამ ეთნოტურიზმის თვალსაზრისით ეს ძალიან საინტერესოა. თქვენ წარმოიდგინეთ, პატივცემულო ქვევრში დაყენებული ღვინოც კი არალეგალური. იმიტომ რომ ეს არ აქვს შენ სერტიფიკატი არ აქვს აღებული. კი, ქვევრში დაყენებული ღვინო იუნესკომ თქვა რომ ეს მაგარი რაღაცაა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მაგრამ კონკრეტულად მიხო რომ ქვევრში აყენებს ღვინოს, იმ მიხომ თავისი მიხოს სერტიფიკატი შატო მიხო უნდა აიღოს. გააგზავნოს პარიზში, იქ უნდა ჩამოვიდეს, და ნუ თქვას რომ აი სერტიფიცირებულია შატო მიხო. აქვს მიხოს ამის საშუალება დღეს. თუ არა? 10-დან 9 შემთხვევაში არ აქვს. ერთ შეიძლება კონდეს. ამაზე პასუხად იყო აი ერთ-ერთ გადაცემაში თქვი და მე კომენტარები იყო ესეთი, ნუ იქით ამ ხრიდან რომ აი სამაგიეროდ ნაგავს აღარ გვაჭმევენ. ეგეთი პასუხი მოვისმენთ ქართველებისგან. და რატომ გონიათ რომ ნაგავს არ გაჭმევენ? იმიტომ რომ ის მაღალი евро სერტიფიკაცია აქვს. აბა ჩაბზანდით ევროპაში და ნახავთ თუ არ ჭამთ იქ ნაგავს. ძალიან შვენია რაც შეჭამთ ნაგავს. ასე რომ ის ეგ მაგისგან ეგ არიცავს რა. ხო არა მესმის მე უბრალოდ ვიდეო და პასუხი მინდოდა. გასაგებია მაგისგან ეგ არიცავს. აი ეს მოკლედ ესეთი რამე არის რა. ანუ იქ ძალიან ბევრი რამეა ესეთი ნაღმები შადებული, რომელიც პირდაპირ საქართველოს განვითარება უბრალოდ აკრძალული გაქვს. ეხლა რაც შეეხება რა სიკეთეები გვაქვს გველოდება ევროკავშირიდან DCFTA-ის მიხედვით. მოდი ჯერ ვთქვათ რას ელოდება ხალხი ევროკავშირისგან. მაღალ პენსიას და მაღალ ხელფასებს. მაგაზე იქ არაფერი არ არის. არავინ მაგას არ პირდება იქ. აი როგორ არის ეს? მოდი ახლა თქვენ ეს პირობების ვალდებულებები შეასრულეთ და თუ პენსიას გაცემ თუ არ გაცემ კი ზერი გიტეხია რა. ეგრე არის. აი ეს არის. აი გახსოვთ, მოდიშეთ იყო ესეთი რეკლამები მეტროებში, ავტობუსებში. აი ბულგარელების პენსია ევროკავშირამდე და ევროკავშირის შემდეგ, როგორ გაიზარდა რუმინელების პენსია. იყო ეგეთი რეკლამები და პრინციპში დაპირება ევროკავშირის არა, იმ ადამიანების, რომლებიც ლობირებენ ევროკავშირს, როგორ პენსია გაგეზრდება. კარგი, მაგრამ მაშინ ახლა მითხარი სოფიაში რატომ ესროლეს მოლოტოვის კოქტეილები ევროკავშირის წარმომადგენლობას, თუ კი ასე პენსიები გააზარდა და ყველაფერი. ეხა იქ სხვა პრობლემებია გეტყვია რა. პრობლემები რაც არის, ისე პრობლემები ის არის, რომ ბულგარეთი სანამ იყო არსებობდა ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები და ეს ურთიერთდახმარების საბჭო, ეკონომიკური ურთიერთდახმარების ორგანიზაცია, ბულგარეთი იყო სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი გიგანტი. და სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა იყო ბულგარეთში ძალიან მაგრად განვითარებული. შევიდნენ ევროკავშირში, სწორედ ამ ევროკავშირის მოთხოვნებით გაუქმდა, გაჩერდა პრაქტიკულად ეს კვების მრეწველობა, ვინაიდან ევროკავშირს ჰქონდა თავის პროდუქტები,
საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას, ანუ ძირ ევროკავშირს. აი კარლოს დიდის ეპოქის ევროპას რა. და ახლა ისტორიკოსები ბრძანდებით თქვენ და მგონი კარგად ის ძალიან შორს არ არის მანდელთან წასული რომ იცოდეთ ეს დანარჩენი რამეები, ხო? ის კარლოს დიდის იმპერია თავისი, ნუ ახლა რაღაც ნაწილება დაშლილი არის, მაგრამ იდეა ისევე ის არის მაინც. სხვადასხვა ევროპას პრინციპში როგორც წარმოუდგენიათ, კი. განვითარებული სულ კარლოს დიდის იმპერიას ემთხვევა. კი, განვითარებული ევროპა. სხვათა შორის ეგრეა. დააგვირდით ეს იყო კარლოს დიდის იმპერია იყო ევროკავშირის პირველი ვერსია. ეს არის, მოდი თქვა ტერიტორიები, ესაა საფრანგეთი, ესაა ბელუქსი, ეს არის დღევანდელი გერმანია, ჩრდილოეთ იტალია. შვეიცარია და ნუ ავსტრიის. ხო, ავსტრია, უნგრეთი. უნგრეთი. კი ბატონო, ხო, პირველი ვერსია იყო კარლოს დიდის იმპერია, მეორე იყო გერმანელი ხალხის რომის აღთო იმპერია, მესამე იყო ნაპოლეონი, მეოთხე იყო ჰიტლერი. ევროკავშირები. სხვა დანარჩენი არის უბრალოდ ისე. სხვა დანარჩენი ახლა სახელმწიფოები, ნუ საფრანგეთი როგორც სახელმწიფო ცალკე ჩამოყალიბდა ასლიანი ომის შემდეგ. მანამდე იყო აკვიტანია იყო ცალკე იყო პროვანსი ცალკე გაერთიანდა როგორც სახელმწიფო როგორც ერთი გული ეგ არის რა მაგ შუა საუკუნეებიდან ეგ ზემოდის ესპანეთი დღესაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და ნუ ნახეთ ამას სინათაც ხდებოდა ეგ კასტილიაში და ბარსელონაში და კატალონიაში და ასე შემდეგ ხო მაგრამ მაგას თავი დავანებ მოკლედ ეს სოფლის მეურნეობაზე ვთქვით, მოკლედ განვითარება გაქვს აკრძალული. პენსიებს არავინ არ ჰპირდება, არც მაღალ ხელფასებს არ ჰპირდება არავინ. სამაგიეროდ განათლების რეგულირებაში არის ესეთი რაღაც, რომ შენ არა გაქვს უფლება აქ რაიმე პროტექციონისტული პოლიტიკა განათლებაში. არანაირი უფლება არ აქვს პროტექციონისტული პოლიტიკა აწარმოო, რომ შენთან რაღაც კადრები მოამზადო, ვერ ეს კადრი თუ დაკრაფეხი და გაიქცას რაღაც იმას. შენ არანაირი უფლება არ გაქვს და გააჩერო. ანუ როგორ რაღაც არის ისიც რომ კითხულობ ამ ხელშეკრულებას, რომ შენში თუ ვინმე ჭკვიანი გამოჩნდა, მე წავიყვან. გამოვიყენე ბოლომდე. მე გამოწურული ლიმონივით საპენსიო ასაკში დაგიბრუნებ მეოღონდ პენსიას მე არ დავუნიშნო, შენ დავუნიშნო. ხო, მაგრამ არის მეორე მომენტი, სამუშაო ისინი მაგალითად აღიარებული იქნება შენი ისა განათლების ხო და ნუ რა ექიმი რო წავა იქ ექთანი არ იქნება. კი ბატონო, კარგით, მაგრამ ეხლა მითხარით რა ნაწილი არის საზოგადოების ეს და ღირს თუ არა შრომითი მიგრაციის ახალისებისთვის ესეთი რამის გაკეთება. ანუ ხო. ხო, ის რომ ეგ არის პრინციპში საქართველოს დაცლის ერთ-ერთი კი მე თუ მკითხავთ ერთ-ერთი აი განათლების სამინისტროს თანამშრომლის შვილი თუ უცხოეთში იღებს განათლებას ის განათლების სამინისტროს თანამშრომელი სამინისტროში არ უნდა გააჩერო. რატომ იღებს უცხოეთში განათლებას? აქ რატომ არ აქვს სისტემა ესეთი რომ განათლება მიიღოს? ხო? და ესეთი რამეები. მაგას სხვა სახელმწიფო ჭირდება. ხო, ამას ჭირდება სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე ასეთი რამეები არ კეთდება. ევროკავშირის გაერთიანებაში ყველა სახელმწიფო თავის თავზე ზრუნავს. ის ძირი სახელმწიფოები, ხოლო შენ ხარ როგორც პროგრამის დამატება, თუ შენთან რამე კარგი გამოჩნდა, ამას ჩვენ გამოვიყენებთ რა თქმა უნდა და ნუ მოკლედ ამ სუფრაზე ჩვენ კერძებად ვართ დაპატიჟებული რა. ჩვენ არ ოფიციენტადაც არა ვართ მეწვეული. კარგით, აი კიდე ერთ არგუმენტს მოვიყვან, იქით ამ ხარიც რაც არის. უსაფრთხოება. უსაფრთხოებას არანაირად არაფერში არ ჰპირდება ევროკავშირი. ევროკავშირს არ აქვს თავის შეიარაღებული ძალები და სამხედრო უსაფრთხოებაზე იქ საერთოდ არ არის საუბარი არაფერზე და არავინ არაფერს არ ჰპირდება უსაფრთხოების თვალსაზრისით. შეიძლება თუ რა უშუალოდ სიტყვაზე თქვა შემოიჭრა თურქეთი შეშფოთდებიან რამდენჯერმე ორჯერ ღრმად ერთხელ ზედაპირულად რა მეტი არაფერი იქ არავინ არ ჰპირდება არც უსაფრთხოებას ჰპირდება არც ხელფასს ჰპირდება არც პენსიას ჰპირდება არავინ კაი მაშინ ეს შეკითხვა ჩვენ რატომ დავდეთ ეს ხო ჩვენ რატომ დავდეთ იმის garaშე და დათვლის garaშე რატომ დავდეთ რატომ დავდეთ ეს ხელშეკრულება და ჩვენთან ევროკავშირი ისევე როგორც ნატო არის რწმენის დონეზეა აყვანილი ეს აი როგორც
მანტრას ლოცვის დროს მანტრას ჰარე კრიშნას მანტრას რომ ამბობენ კრიშნაიდები ყოველთვის და ყველაფერზე ისე ნატო ევროკავშირს ვამბობდით ყოველთვის ყველგან და ყველაფერზე ნატო ევროკავშირით იყო გაჯერებული მთელი საინფორმაციო სივრცე 80-იანი წლების ბოლოდან. ხო, მაგრამ აი თქვენ ახლა როგორც ახსენეთ, ესე რომ აიხსნა სახელმწიფოს თავის მოქალაქეები. უნდა აიხსნა. ხო, იგივენაირად არ იქნებოდა ეს გამწყობი. უნდა აიხსნა და დღესაც არ არის გვიან და ნებისმიერ და არასდროს არ არის გვიან საერთოდ ამის ახსნა და ამაზე საუბარი სათითაო მუხლად უნდა გაყვე მაგას. აი ეს ხო ნახეთ 432-მე მუხლს აქვს თავისი კომენტარები და წერილი. და სათითაო მუხლად უნდა გაყვეთ ამ უნდა გაყვეთ და უნდა აუხსნა ხალხს რომ ესე არ არის ბატონებო რა ჩვენ რო ვიძახეთ რომ ჩვენ ევროკავშირში მაღალი პენსიები და ხელფასები გვინდა უკაცრავად ამაზე იქ არავინ არ კვირდება ამას ყველა დაპირება რაც არის და რაც მე მაქვს ჩატარებული აგეთი გამოკითხვები და საზოგადოებრივი აზრმენტაკლებად ვიცი რას ელოდები ევროკავშირისგან სწორედ ეგ არის მაღალი პენსიები ხელფასები და რაღაც ეგეთ რამეებს და დახმარებებს ელოდებიან არავინ არ აქვს არ გეხმარება დაეხმარენ მაგალითად ლიტვას და ლატვიას რომ რაღაც სოფლის მეურნეობა გაიჩერებინათ გააჩერეს ამათო მერე უკვე სუბსიდია მოიხსნა დამთავრდა და მესამედია მოსახლეობის დარჩენილი დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩვენ და ბალტიისპირეთის ქვეყნები ვართ რეკორდსმენები მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ამბავში და ისინი ჩვენზე უფრო ისინი არიან წინწასულები ამ ამბავში ესე ვთქვათ რა გაუკაცრიელებაში ხო ხოლო რაც შეეხება მოკლედ დაპირებები ყველა არის დეკლარაციული ხასიათის რაღაც ადამიანის უფლებების დაცვა ადამიანის უფლებების დაცვა ახლა თუ არ შეხვედი ისე რა ისე დაიცავი რა შეიძლება რომ ისე დაიცა ადამიანის უფლებები ის არაფერში არ გეხმარება გარდა იმისა რომ გაძლევს დირექტივებს შეიძლება ზოგიერთ მაყურებელმა იფიქროს რომ ეხლა დემონიზებას ეწევით არაფერ დემონიზებას არ ვეწევი ეს ყველაფერი წერია ყველა საინტერესო ეს არის რომ ეს ყველაფერი არ არის საიდუმლო ეს ყველაფერი დაწერილია ისევე როგორც აი მაგალითად ეხლა სწორედ აი ეს ხელშეკრულება ისეთია და ეს გარემო რასაც ეს ხელშეკრულება ემსახურება ისეთია რომ საქართველოს განვითარება პრაქტიკულად აკრძალული გაქვს ხოლო თუ შეხედავ საგადამხდელო ბალანსს ქვეყნისას მე საერთოდ არ ვლაპარაკობ ეროვნული ბანკის საიტზე არის საქართველოს საგადამხდელო ბალანსი ანუ რა შემოდის რა გადის ჯამური ბალანსი და ეს ბალანსი 2000 წლიდან დევს მონაცემები მანდეც არის მაგრამ ეს არქივშია 2000-დან 2023 წლის ჩათვლით ჯამური ბალანსი არის -30.7 მილიარდი ამერიკული დოლარი ჩვენსა და ევროკავშირში არა მთლიანად -30.7 მილიარდი დოლარი ანუ შენ ქვეყანაში პრაქტიკულად არ აქვს ესეთი შემაგუბებელი მექანიზმები რომ ეს შექმნილი დამატებული ღირებულება ამ ქვეყანაში დარჩეს და არ გაფრინდეს პირდაპირ ამისთვის ჭირდება ტურიზმი მათ შორის ხო ის რეალურად ის რა შემოდის ძირითადად თვითონ ტურიზმსაც გააჩნია ხა ტურიზმი თუ შემოდის აქ და იმას შენ თურქულ პომიდორს და ესპანურობას მანდარინს აჭმევ ის სასტუმროში რო შედის და იქ თურქული აი ბალიში მაგინჯა ხო რა თქმა უნდა ეს მიდის ესპანეთში მანდარინის ამბავში, მანდარინის წარმოყვანას უჭერ მხარს, ამით თურქეთში პომიდორის წარმოებას უჭერ მხარს, რაღაც ქათმის წარმოებას, რაღაც ასე შემდეგ, ხო? ამისთვის საჭირო არის რეალური ეკონომიკის განვითარება ქვეყანაში. რეალური ეკონომიკის განვითარებას ჭირდება, ახლა რეალური ეკონომიკის განვითარება შედგება ორი ნაწილისგან, რეალური ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და დამამუშავებელი მრეწველობა. დამუშავებელი მრეწველობა ფართოგაგების, მარტოობის მრეწველობა არა. გავაკეთე ეგეთი რეგრესიული ანალიზი 2000 წლიდან დღემდე. ეს მოკლედ ეს დროითი მწკრივი მაქვს, რამდენი არის საგადამხდელო ბალანსი. ანუ რამდენით მეტი გაედინება ჩვენთან შექმნილი დამატებული ღირებულება გაედინება. ამას ნიშნავს უარყოფითი ბალანსი, ხო? და დამამუშავებელი მრეწველობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში. ამათ რეგრესია გავაკეთე, ხა თლად წრფივი დამოკიდებულება არ არის, რომ აი ვერც იქნება ბუნებრივია წრფივი დამოკიდებულება, იმიტომ რომ
წრფეები საერთოდ სამყაროში არ არსებობს, რა ჩვენი მოგონილი ადამიანების, რა ხო და მაგრამ საკმაოდ ცეთი მჭიდრო კავშირია და აღმოჩნდა რომ 1%-ით აი ამ დამამუშავებელი მრეწველობის წილის გაზდა 300 მილიონი დოლარით აუმჯობესებს ბალანსს პლუსისკენ. 1%-ით გაზდა აი ამ დამამუშავებელი მრეწველობის წილის. სწორედ ამიტომ არის საჭირო რომ დამამუშავებელი მრეწველობები განვითარდეს, დამამუშავებელი მრეწველობის განვითარება, მაგრამ აქაც არის კიდე ეს რომ ახლა გიგანტური წარმოებები რას არის, ეს სახელმწიფოს გასაკეთებელია, მაგრამ ეს დამამუშავებელი მრეწველობა, წვრილი და საშუალო ბიზნესი ეს უნდა ეს არის სწორედ ეთი კეთილდღეობის გაზდაზე ორიენტირებული, მასიური შეეფექტის მისაღწევად ძალიან კარგი და სწორედ ეს არის ის შემაგუბებელი კაშხალები, რომელიც ამ შექმნილ დამატებულ ღირებულებას დატოვებს ქვეყანაში და არ გაფრინდება აქედან. მოკლედ წვრილი ნაწლავის ფუნქციას არ შევასრულებს, ცოტა მეტი ფუნქცია გვექნება რა. როგორც ერთხელ მახსოვს ერთმა პროფესორმა რომის უნივერსიტეტის იყო მგონი. დაგვამადლა რომ მოკლედ ჩვენი მიგრანტები იქ მუშაობენ და ყოველდღიურად ხედავს როგორ მოდის ჩვენსკენ იქიდან ეს მანქანები რა. ხო და ჩვენ მოკლედ მადლობელი უნდა ყოფილიყავით ამის. იგივეს გეუბნებას DCFTA-ს მეც არაფერს. მე ავხსენე მე რომ ისინი მეთქი აი ბატონო ჩემო ჯერ ერთი ჩვენი მიგრანტები მან რომ მუშაობენ, მესამედ ფასში მუშაობენ და იმიტომ მუშაობენ. და არა იმიტომ რომ ჩვენი მიგრანტები არიან და ვინმეს უყვარს განსაკუთრებით. ეს ერთი. მეორე, თქვენგან მოდის მანქანები, რომელიც უიყიდეს ჩვენდება როგორ უფრო ძვირად მეორადი მანქანები, უფრო ძვირად ვიდრე ჯართი. ანუ თქვენმა უტილიზაციის მაგივრად, რომელიც საკმაოდ დიდი პრობლემა არის. ეს მანქანა გაყიდეს, წამოვიდა ჩვენთან. მე თქვენგან იმპორტირებული ბენზინი ესხმება და სრულ ამორტიზაცია უნდა მუშაობს ჩვენთან, ჩვენ გარემოს აბენზურებს. იმიტომ რომ უფრო ამორტიზებულია მანქანა, მით უფრო მეტი ზარალი მაქვს გარემოსთვის, ხო? შემდგომ, როდესაც ეს მანქანა სრულად გამომწყობდა ჯართის სახით ისევე იაფად თქვენ ხედავთ. მოკლედ, ყველა პარამეტრი თქვენ ხართ მოგებული და ჩვენ რატომ გვამადლით მეთქი ამას. მე ის პროფესორი აღარ დამენახავს ხოთიშვილს. ბატონო ნოდარ, აი გამოსავალს ხედავთ თუ არა ამ სიტუაციიდან, აი თუნდაც შუა დერეფნის პროექტი, თუნდაც ის რომ სხვა პროექტებში რაღაცნაირად ვერთვებთ 3+3 პროექტია და კიდე სხვა პროექტები, იმიტომ რომ რეალურად ახლა რაც თქვენი საუბრით არის ის რომ ჩვენი განვითარების გასაღები აღმოსავლეთშია. აღმოსავლურ ბაზრებში ან ყოფის საბჭოთა კავშირის, ну ესაც აღმოსავლეთია დასავლეთი. ჩვენი განვითარების გასაღები არის აქ საქართველოში პირველ რიგში. ნებისმიერი საერთაშორისო ურთიერთობა უნდა იყოს ორიენტი გამომდინარე იქიდან თუ რამდენად წაადგება ეს საქართველოს. 3+3 ფორმატი იქნება, შუა დერეფნის პროექტი იქნება, ევრაზესი იქნება, შოსი იქნება, ბრიქსი იქნება, თუ შავი ციყვების მოყვარულთა საზოგადოება, მნიშვნელობა არ აქვს რა, ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას და ურთიერთობა, ნებისმიერ საერთაშორისო ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული შიდა პოლიტიკაზე. ანუ საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს შიდა პოლიტიკის წარმოებული და არა პირიქით. როგორც ჩვენთან არის ეს ბოლო უკვე 35 წელია რა. საქართველოს შიდა პოლიტიკა არის საგარეო პოლიტიკის წარმოებული. რაც შეეხება შუა დერეფნის პროექტს, აქ ეხლა არის ძალიან დიდი პერსპექტივები ჩანს, უბრალოდ ახლა მაგაზე დათვლილი არა მაქვს. არ და დათვლადია ეგეც რა. ეგ არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული არგუმენტი, რის გამოც ჩვენ შეიძლება ამ პროექტზე უბრალოდ კი არა ორივე ხელი დათანხმება მოგვიწიეს და დაგჭირდეს ამაზე, იმიტომ რომ ნუ არის მონგებიანია რა ელემენტარულად. რაც შეეხება 3+3 ფორმას, მე მგონია რომ ეგ ის ფორმატია, სადაც ეს ჩვენი უშუალო მეზობლები არიან. ეხლა იქ ვიღაცამ რაღაცას მოწონს, არ მოწონს, ეს ჩვენი სამეზობლოა. იგივე დათვლადია? დათვლადია, თქვენ წარმოიდგინეთ, ეგეც დათვლადია. ჩრდილოეთ სამხრეთ დერეფნის პერსპექტივა დათვლადია ეგეც. და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ასპექტში ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. აქ დათვლადია ყველაფერი, უბრალოდ ამას სჭირდება რაღაც, ფინანსებთან ერთად სჭირდება რაღაც ინფორმაცია არსებობს. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა. პოლიტიკა უნდა გახდეს დათვლადი, მათემატიკაზე αγებული პირველ რიგში და ისეთი ადამიანები როგორც არის ბატონი ინფორმაციაზე დაფუძნებული და ანალიზზე დაფუძნებული.
ესეთი ადამიანები, როგორიც ბატონი ნოდარია და კიდე არაერთი ესეთი ადამიანი, უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში და საზოგადოება უნდა იგებდეს სწორ რაღაც ინფორმაციას, იმიტომ რომ პოლიტიკა რელიგია არ არის. ევროკავშირი რელიგია არ არის. ყველაფერი არის ძალიან რაღაც პრაგმატულ პოლიტიკაზე დაყვანილი დღეს უკვე. ამიტომ ჩვენც უნდა გადავეწოთ ამას. დაწერეთ კომენტარები, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, ვისაუბროთ ამაზე და განვიხილოთ ეს საკითხები. მადლობა ყურადღებისთვის, მოვალ შეხვედრამდე.